შემდეგი არის ეს ორი ხელით სამუშაო ჩარჩო. ეს ბოლოსთვის შემოვიტოვე. მე აღარ დავარქვი გაკვეთილებს სახელები, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ინდივიდუალურად თქვენი ბავშვის სურვილის მოწადინების მიხედვით დაანაწილოთ, მოკლედ ეს ყველაფერი რაც ახლა აქ წარმოვადგინეთ და ბოლოსთვის შემოვიტოვეთ ორი ხელით სამუშაო ჩარჩო. ბავშვს უკვე ამ დროისათვის, როდესაც არ ვიცი მე-10 დღეს იქნება, მე-12, მე-14 დღეს, როდესაც აი ამ ჩარჩოზე გადავიყვანთ, ნაკრებთან მუშაობის ბოლო ეტაპი არის ეს, ამ დროისათვის ბავშვს უკვე ორივე ხელში საკმაოდ ექნება მომატებული ძალა, აი ეს კუნთები, წვრილი მოტორული უნარები და ეს თითის კუნთები, რომელიც საჭირო არის ფანქრის დაფიქსირებისთვის, ოდნავ ფანქარს ძალა ჭირდება კიდევ რომ წეროს და ხატოს და ატყოს მოკლედ კვალი ქაღალდზე, აი ეს ძალა საკმარისად ექნება უკვე მომატებული მას თითებში და აი ამასთან მუშაობა უკვე პრობლემა აღარ უნდა იყოს და არც არის რეალურად უბრალოდ თავიდან პირველი ეტაპი მოსამზადებელი უკვე გავლილი აქვს ბავშვს ამ პერიოდში, რადგან იმუშავა უკვე ორი ხელითაც ლაბირინთებთან, იმუშავა ერთი და მეორე ხელით, მეორე ხელით აი ამ ჩარჩოებთან, იცის მოქმედების პრინციპი ამ ფიგურების და ზუსტად იგივე პრინციპით უბრალოდ განსხვავება აი ამ ჩარჩოებთან, განსხვავდება იმით ეს ჩარჩო რომ აქ ერთად უნდა აკეთოს, ერთად ორივე ხელით ერთად ერთდროულად. აუჩიოთ ორი ფიგურა, რომელიც თვითონ მოეწონება, ნებისმიერი 10 მოყვება 5 წვილი არის სულ, 2-2 ერთნაირი. აუჩიოთ ნებისმიერი ორი ფიგურა და აიღოს წერტილები, თუ ერთი და იგივე წერტილს აიღოს, ორივე მხარეს მიიღებს ერთი და იგივე ნახატს. და დავიწყოთ მოძრაობა. შევაცვლევინოთ ხოლმე აქაც მიმართულება. მიმართულება შევაცვლევინოთ. შემდეგ შეგვიძლია გავართულოთ აქ საქმე იმით, რომ შევცვალოთ ფიგურა. ძალიან მხარეს ჩაუდოთ პატარა ფიგურა, რომელიც სხვა სიჩქარით იმოძრავებს. მეორე მხარეს დიდი ფიგურა. ისევ შევცვალოთ მიმართულება მოძრაობის. აი ასე. აი ასე. აი ასე. ამის შემდეგ, აი ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ყველა ფიგურასთან იმუშავებს, დაისწავლის თუ როგორ უნდა იმუშაოს, შეგიძლიათ უკვე შესთავაზოთ არჩევანი დღეს, რომელ ნაწილთან გინდა თამაში, რომელი ნაწილით გინდა რომ გაერთო და რომელიც არ უნდა მოითხოვოს, ნებისმიერი იქნება მისთვის სასარგებლო და სიკეთის მომტანი. ეს იყო სულ ნეირონაკრებთან დაკავშირებით, რაც მინდოდა მეთქვა, თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, აუცილებლად მოგწერეთ, მოგმართეთ. თუ გაგიჩნდებათ იდეა კიდევ როგორ შეიძლება ამ ნაკრების გამოყენება, აუცილებლად შეგვეტყობინეთ. გვიხარია ხოლმე ძალიან, ბავშვები ხან ისეთ რამეს მოიფიქრებენ აი ამ ფიგურებით, რაც ჩვენ არასდროს არ მოგვსვია აზრად და ძალიან მადლიერები ვიქნებით. თქვენი უკავშირი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარიც კი. მოგწერეთ თქვენი შვილების შედეგების შესახებ, გაგვიზიარეთ მათი შთაბეჭდილება, რამდენად გაიხარეს, რამდენად გაერთნენ, რამდენად მოეწონათ თქვენ, რა შედეგები შენიშნეთ. რამდენად შეამჩნიეთ, რომ დაეხვეწა ბავშვს წერის, ხატვის ან ძერწვის უნარები და ასე შემდეგ. რამდენად ყურადღებიანი გახდა, რამდენად ისწავლა ფოკუსირება, როგორ გამოიმუშავა ნებისყოფა და ყველაფერი, რასაც შენიშნავთ ცვლილებას ამ ნაკრებთან მუშაობის შემდეგ, მოგწერეთ, ჩვენ ამით ძალიან ბედნიერდებით. მადლობა ყურადღებისათვის. ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა.